ჩვენი არხის მხარდამჭერები. ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისა. Adventures Live Geo. მეგობრებო, მოგესალმებით. მოგესალმებით. სად ვიმყოფებით იქა? ქალაქ რუსთავში, ჩემ შებლიური ქალაქში. კოსტავასოვა სამნომერში მდებარეობს მაღაზია Taxel კალიბრის რუსთავის ფილიალი. მაგარი მაღაზია. ყველაზე მაგარი მაღაზია მთელ სოფლიოში. დედამიწის ზურგზე. რატო ვიცი? რატო? ჩვენ ვართ აქ და იმიტომ. კაი, მოკლედ, კარხასიაძე ვართ მეგობრებო, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ვერსია გვაქვს, თუმცა ისევ თურქული ვერსია და ისევ როგორც წინა გადაცემაში იხილეთ, ბელინი, ისევ წინაზე დავაანო ესეთ პატარა ისე მაქვიბას. ტაქტიკური არ იყო ბელინის და ეხლა შემოგთავაზოთ უფრო კლასიკურ ვარიანტს შესრულებით. სანადირო ვერსიას. ხო, სანადირო ვერსიას. მე არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ერთ რაღაცას რა. ეს რა მაგარი რამე არის. სიმპათიური არის. აი ამაზე თქვენ ხშირად ეს ხამარგალიტი ლაგამავჯარ უნდა გირსაო. როგორ მოჩუქურთებულია. ხო, მაგრამ მაინც თურქული ელემენტები არის. ნუ თურქებს უყვართ ასეთი ხო. თუმცა სიმპათიური არის რა, მოდი ვთქვა. მორთულობები. ხო, ნუ რავი. ეს ლაზერული არის, რა თქმა უნდა. ეს რომ ხელით იყოს გაკეთებული ჩემო მარლენ, ამის ფასი იქნებოდა ასტრონომიული. ეხლა რა ფასი აქვს? ახლა არც ასტრონომიული. 1130 ლარი, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის წარმოუდგენელი ფასში იყიდება, ეხლა ესე არ არის. ხო, კი. ნუ გამომდინარე იქიდან რომ ახალია ბაზარზე და ცდილობს რომ ბაზარის რაღაც ნიშა, თავისი ნაწილი ნიშა დაიპყროს, თავისი მომხმარებელი გაიჩინოს და სხვა შორის უხარისხო სულაც არაა. ჩვენ ეს ასეთი თქვათ გაფორმებით გვაქვს ესე არაყი და მეორე ვარიანტებია აი ესეთები რა. ეს სპორტულ სანადირო მოდელებისკენ იხრება უფრო ეს ტოფები. მოკლედ ბელინია რა. ეს X4-ია, ეს X6-ია, BMW-სავით რა, X4, X5, X6 რა, ეგრე აქვთ. X6-ია და როგორც შეხედეთ და დააკვირდით, დაგძელებული მჭიდი აქვს, მომატებული ვაზნების ტევადობით. რა თქმა უნდა, ქრომირებული ლულა. კორა არის ლატუნის, ამიდან თამასა 5 მმ-იანი, როგორც ხშირად არის ხოლმე. უკვე ალუმინის ლულის კოლოფია, ჩანართია ესეთი ელემენტი მიზიდავს რა. ხო, ესეთი იხვები და მეორე მხარესაც ბიჭო, როგორ გამოვიდა რომ ამისთანა ნამუშევარი ღირს 1130 ლარი? აი ეს ცოტა ვერ ვიჯერებს ავით. მე გეტყვი როგორც გამოვიდა ეს ხო, ეს ირმებია. კი ბატონო. ხო, არის ამაში რაღაცა, ძალიან ეფექტური არის, მე თუ მკითხავ ერთი შეხედვით. ნადირობის სცენა ხო და რავია. ეს გასაგებია რომ ლაზერზეა, ეს ნუ გავიგე. აი ეს ელემენტი ჩამოსხმულია. ხო, და ესეც. ანუ მაგასია ცხელი ჭადვის. ანუ სანამ ცხელია, მანამდე იპრესება. ცხელი პრესვის ტექნიკით არის. აჰა, გასაგებია. ფორმები ამოყავს რა. სხვადასხვა ეს იმიტომ რომ ხელით იყოს, ნუ ხო ხვდებით რომ ხელით არ არის შესრულებული. ხო, გასაგებია. ფასი რა თქმა უნდა ძალიან ძვირი იქნებოდა, მეტი იქნებოდა. 78 მმ-იანი სავაზნთაა, გაზოგადამტვენი მექანიზმია. ანუ მაგნუმზე არის. მაგნუმის ვარკუნია, ქრომირებული ლულითაა. ძალიან ნაცნობი ხმა აქვს. ხო, კლასიკური ხმა აქვს, რაც აქვს ხოლმე გაზოგადამტვენ მექანიზმებს რა. გასაგებია. განსხვავება ის აქვს, რომ ამ მოდელებს არ ჭირდებათ მეორე ჯგუფში, ანუ მაგნუმის ვაზნებსაც და სტანდარტულ ვაზნებსაც ჩვეულებრივი მოიხმარენ. წარმოებელი როგორც გითხარით არის ფირმა Maestro, მოდელი არის ფირმა Bellini, მოდელი არის X6. მოკლედ მე როგორც ხვდები, საკმაოდ ბიუჯეტურ ფასში სთავაზობთ ამ იარაღს მომხმარებელს. აგერ მე ვუყურებ ახლა რომ 999 ლარად სთავაზობენ მაგალითად კალიბრის მაღაზიაში. სრულფასოვანი ტოფი გამოსაყენებელი ყველაფერში. რომელსაც რაღაცა ელემენტი აქვს ისეთი რომელიც ხო ახლოს რო წააგავს. კი ბატონო. ნუ წახანაც აღნიშნე რომ ბაზარზე არიან ახლები ეს ფირმა რა და ცდილობს რომ მაქსიმალურად ბიუჯეტური ტოფებით დაიმკვიდროს ბაზარზე თავისი ადგილი მოკლედ. როგორ გითხარით ახლა რომ ეს არის მაღალი კლასის ტოფი რაღაც ზე ტოფი და რაღაც ესეთი ხო რა თქმა უნდა არ არის. რა თქმა უნდა. მაგრამ იმ ფასით კატეგორიაში რა ფასს ჩვენ გვაქვს რეალურად ამ იარაღებზე
მისაღები არის. მისაღებია და ჩვეულებრივი სანადირო თოფია, რომელიც რამდენიმე აწლეული ემსახურება თავის მომხმარებელს ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში. კითხვა ჩამჭრელი. ძალიან ფაცო. ლულების გაბურღულობა გაქვს ნანახი? როგორი დამუშავებულია მაგალითად რო გაიხედა? ხო, შეთაშორისო რამდენი ყველაზე რა თქმა უნდა ვერ შევამოწმებდი, მაგრამ რამდენიმე მოდელზე შევამოწმე ჩემი ჯადოსნური მოწყობილობებით, შენც რო იცი. დიახ. ხო და დამაკმაყოფილებელზე მაღალი, ანუ ლულების მოკლედ როგორ თემა იცი, ამ იარაღების დამზადებას ხო იტალიელები აკონტროლებენ, კიდე არ გინდა მაინც მაგათ ჩარხებზე და მაგათი კონტროლის ქვეშ ხდება ამ ყოლების გაერთება. იტალიელები ესეთი ხალხია, რომ არ დააგდებენ ხარისხს და არ გააკეთებენ ცუდს, ისიც რომ მე სახელი გაიტეხონ და იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის ძალიან დიდი ტრადიციების იარაღ წარმოებაში, ძალიან დიდი ტრადიციების და შეგახსენებთ ეს ქვეყანა უშავს ესეთ ლეგენდარულ მოდელებს როგორც კოზმი ანკონაში, ბერეტა, ბენელი და ეს ფილმები არის მსოფლიო წარმოების ესეთი გიგანტები, რომლებიც ფაქტიურად მთელ მსოფლიოს იპყრობენ და არ მეგულება კონტინენტი ქვეყანაზე, სადაც არისიან ამ ფილმების შესახებ. დიახ. სადაც ამ ფილმის ტოპები არ უნახიათ და არ გაუგიათ მოკლედ რა. ალბათ ტოპ კლასის წარმოებას ეწევიან. პაპუა ახალ გვინეაში, ჯუნგლებში რო ცხოვრობენ და შვილისძვრები ნადირობენ, იმათ შეიძლება არ იცოდნენ, მაგრამ ნორმალურ კულტურულ განვითარებულ ცივილიზაციებში ახლა შეიძლება მესიჯი მოდის იქა რა ამ ვიდეოს ქვეშ და წერენ რომ კი ჩვენც ვიცით. თქვენ არ ამზადებო ჩვენ ვიცით. რატომ მოიხსენიეთ ასე უდიერად ხო? ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. მაქვს სასიამოვნო სიახლე ჩვენი არხის ერთგული მაყურებლებისათვის, მონადირეებისათვის და არა მარტო თქვენთვის. პრემიუმ ხარისხის ძაღლის საკვები იტალიიდან, ტოპ პრემიუმ. უკვე საქართველოშია. სუპერ ფასად. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი Happy Pet G-ზე, შეიყვანეთ პრომოკოდი მარლენი და მიიღეთ ფასდაკლება. ან დარეკეთ ნომერზე 206-09-48 და გამოიყენეთ პრომოკოდი Happy Doggy. კვებე სიყვარულით. ხო, ნუ მოკლედ ამაზე მაქვს საუბარი და გარდა იმისა, რომ იარაღ წარმოებაში ძალიან ისეთი ტრადიციული ქვეყანაა, მინდა ვთქვა, რომ ნადირობის კულტურითაც ძალიან გამორჩეულები არიან, ძალიან ჩვეულებრივი შეჯიბრებები აქვს ნადირობის მოკლედ. მე მაგას ნახე და ძალიან საინტერესოა რა. სამეძებარი ძაღლით ნადირობენ ჩემოზურა. მოკლედ დრო ეძლევათ, რაღაც მონაკვეთი უნდა გაიარონ და უნდა მოიპოვოს ფრინველი, ნადირი და კურდღელი და რაღაცა ის არის კიდე რა. ნუ სტარტი აქვს, მიდის ზაღლთან ერთად და რა მოკლედ დროში მოიპოვებს ამ ფრინველს და ამ და თქმა უნდა ჩასმულია ეს ხოველიც და ეს იცია სადაცა დაახლოებით, მაგრამ ნუ ესეთი შეჯიბრებები ხდება. არ შემიძლია არ გამოვიხმაურო ხოთაშური ჩვენ გასაკეთებელი გვაქვს რაღაც შეპირით ხო? კი, აუცილებლად მოვიცლით სამაგისოთაც რა და გავაკეთებთ. არ შემიძლია არ გამოვიხმაურო ჩვენი მაყურებლის ერთ-ერთ კომენტარს, სადაც აღნიშნა, რომ რატომ ყიდითო იარაღებსო საკონსერვაციო ზეთშიო, რატო არ რეცხავთო და ისე რატო არ აყიდითო რა. იყო გეთი კითხვა, მე მგონი ხდება ყველა რატომაც არ ვუკეთებთ ამას. ხო, ნუ მე უთხარი რომ მეთქი საკონსერვაციო ზეთით შენახული საწყობში ინახება და სხვა შემთხვევაში აღარ ინახება რა. თქმა უნდა. საწყობში შენ რამე ალტერნატიული აზრი ხო არ გაქვს ამასთან დაკავშირებით? არა, ეგ არის მიზეზია მარტო ეგ, რომ იარაღი უნდა იყოს საკონსერვაციო ზეთში. სანამ გაიყიდება, იმიტომ რომ მაღაზიაში დადებული, აი ესე დადებული, სტენდზე დადებული ტოფიც ის რომ იყოს გასწრებული, გამშრალებული და ასე თქვა ზეთის გარეშე, იმასაც კარგი არაფერი დაიმართება, ძალიან ბევრი პირობები არის, აგრესიული პირობებია იარაღისთვის. ჯერ იმიტომ რომ ეს ოთახი, ეს მაღაზიაში ისეთი წესები გვაქვს მაღაზიაში და ისე ვალდებულებები გვაქვს აღებული, რომ ფანჯრებიც არ უნდა იყოს და გაღებული, უნდა იყოს დაკეტილი და ერთი ჰაერი დგას, აქ თავისი ტენიანობა ასე ვთქვათ, მზე არ შემოდის, არ შეიძლება, არ ნიავდება, ასე ვთქვათ, რომ მოკლედ რო გითხრათ, იმდენად აწიდება იარაღს რა. და კარგი არაფერი არ მოუვა ახლა და ახალ ტოპზე ულას დაყრილი დაუშვათ ლაქებია რაღაცა, რომელი მომხმარებელს გაიხარდება, ხო? დიახ. თუმცა არის ეგეთი მე მოსაზრება ამ პიროვნებისგან, რომ კაი იქნებოდაო, რომ გაყიდვის წინო, გაირეცხოსო და ისეო ჩაბარდესო მომხმარებელსო და სხვადასხვა შეიძლება მაგ სერვისშიც $100. კი ბატონო, და ამ ყველაფერს მე იარაღის ფასი რომ მოემატება, მაგის გაითვალისწინეთ აუცილებლად. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩამოვიტანო ის ულტრა ბგერითი ვანა, მაგრამ სადღაც $5,000 დება და იმას რომ მე ჩამოვიტანო დავდებ 50 ლარად იმას არ იქნება ეგ სერიოზი. ეგ ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ამ ხელა თანხას როცა იხდი, მე შესაბამისად ის სერიოზიც ხარისხიანად ისრულებული სერიოზიც ფასი
თავისთავად. კარგი, მოდი დაუბრუნდეთ ახლა რეალობას და მე ვიტყვი ესეთ რაღაცას ხახნო, რომ ჩემი შეხედულებით იარაღი როცა ხელში ავიღე, პირდაპირ ხელში იღებ თუ არა, ეგრევე გრძნობ, რომ ფასი შეესატყვისება ხარისხს. ხარისხს, რა თქმა უნდა. აი ეგრევე მაგაზე გქონდა გასული შეგეძლო. და პრეტენზიაც აღარ გიჩნდება. ეხლა ეს რო ღირდეს სიტყვაზე ეს იარაღი არა 1240 ლარი და ღირდეს მაგალითად 7000, ხო? მომენტალურად იწყებ დეტალების დაკვირვებას, ხელის გატარებას. არა. კი, ქვეცნობიერში ეგრევე პროტესტის ნიშანი გიჩნდება. ამ შემთხვევაში ფასი დაცულია. შეესაბამება ხარისხს. კი ბატონო. მეცაც გეტყვით, რომ ხარისხ ფასთან შედარებით ხარისხი კიდე მეტია, რო იცოდეთ, რომ იმიტომ რომ მე ტოფები შიგნიდან დათვალიერებული, ვიღაცა შეიძლება ხაზე ფერი არ მოეწონოს, მაგრამ ეს სპორტული ტოფების ყაიდაზე არის შესრულებული ეს. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ეს ტოფები და დაგრძელებული მჭიდრებიც იმით აქვს, რომ არის სპორტის სახეობები, რომლებიც აი ესეთი მიყოლებით, მაგალითად ამერიკაში ძალიან პოპულარული ეს თემა. ბევრი გასროლებს აკეთებენ. ავტომატურ გასროლებს რო აკეთებენ სამიზნეებზე, ხო და რაც მოკლე დროში მოხდება ეს გასროლები, ნუ შეძიბრია მოკლედ რა და აი ამასთან დაკავშირებით აქვს დაგრძელებული მჭიდრებიც ამ იარაღებს. კარგი, იკა, შეგვიძლია კიდევ ვილაპარაკოთ ამ იარაღზე რამე? ნუ ძირთადი რაც იყო თქვით, კლასიკური ვარიანტია, ქრომირებული რულითაა, მაგნუმის რულებია, რულის სიგრძეები მერყეობს 71-დან 76 სანტიმეტრამდე, უყურებ დაგრძელებული ლულის გარე ამის მიაქცია ყურადღება. გამომავალი გარე ჩოკი არ ქვია ამას, ეს არის ასეთი დაგრძელებული ჩოკური შევიწროება. ოდნავ ლულის წინაა გამოშვერილი. რომელიც მოხსნადი არის, ხო? რომელიც მოხსნა, რა თქმა უნდა, მოყვება ჩოკები? კი, მოყვება ჩოკები, აუცილებლად მოყვება. მაგრამ არ მოყვება ამ თოფებს კეისები. შესაბამისად, როგორც ფასი არ ითვალისწინებს კეისს არ ითვალისწინებს. ჩოკური შევიწროება თავისი კანჩის გასაღებით და კონდახის დახრის მარეგულირებულ ფირფიტებით, რა თქმა უნდა მოყვება. გასაგები არის. კარგი, ნუ რა ვიცი, კლასიკური, კარგად გატესტილი, კარგად გამოცდილი გაზოგადოებრივი სისტემით არის აღჭურვილი, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს ნებისმიერ ვაზნებზე რა, საველე პირობებსაც მეგობრებო ძალიან მალე შემოთავაზებ, ცოტა დათბება გამოიამინდებს და გავალთ გარეთ და ერთად ვნახოთ. გაზაფხული მოგვივიდა უკვე და უკვე იქნება საშუალებები. ერთად ვნახოთ ამ იარაღების ჩვენ დაგვიწყებია არს დაპირება ტისასის პისტოლეტებზე რო ქონდა დაანონსებული, უბრალოდ ამიდებმა არ შეგვიწყეს ხელი და მოიხსენება ტალახში და კი ბრძანდებოდა პატივცემული ტალახში და მე მოგვიწია ამოთრევა იქი და აუცილებლად ამიდები როცა გამოვა, აუცილებლად იქნება ეს ვიდეოც რა. მე იარაღების ტესტირება, სხვა იარაღების ტესტირებაც იქნება საველე პირობებში, მედიაზური დაგვეხმარება და პისტოლეტებიც აუცილებლად. კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით პატივისცემით, ნახვამდის. დროებით. ჩვენი არხის მხარდამჭერები